საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის 2:39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 67 წლამდე ასაკის პირთა პენსია 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება. გააზრდილ პენსიას მიიღებენ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხოლო 2013 წლის 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის შემწეობა 30 ლარით გაიზრდება. 2013 წლის 1 სექტემბრიდან კი ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება. იცვლება მარჯვენა დაკარგულებისა და პოლიდეპრესირებულების პენსია და ის 100 ლარს გაუტოლდება. კიდევ რა ცვლილებებია დაგეგმილი სისტემაში, მათ ეს მომდევნო გამოშვებაში მოგითხრობთ. ყველა სახის ასაკობრივი პენსია გახდება 125 ლარი და ეს ნიშნავს იმას, რომ თუ აქამდე ქალბატონები 60-დან 67 წლამდე და მამაკაცები 65-დან 67 წლამდე ღებულობდნენ ყოველთვიურ პენსიას 100 ლარს, გათანაბრდება. ეს საკმარისი რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ არსებობის მინიმუმი არის უფრო მეტი ვიდრე პენსია. ამიტომ ეს საკმარისი არ არის. ნუ ახლა კალათა სულ სხვა და ჩვენი პენსია სულ სხვა არის. კალათა უნდა გადაიხედოს თუ არ უნდა გადაიხედოს? უნდა გადაიხედოს, რა თქმა უნდა. ავაწყობი ბავშვი რომ შიმშილით მოკვდება, ეს უკვე სასაცილოა მსოფლიოში.